ჩვენ როგორც აღენიშნა დღეს ვსაუბრობთ მოსახლეობისთვის და მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ქვია სურსათის ფასი. საკითხი, რომელიც პრობლემად დგას დღეს საზოგადოებაში და ის ფასები, რომლებითაც დღეს ხდება თაროზე. ჩვენ უნდა სამწუხაროდ, როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, ამ ფასში მთავარი კომპონენტი, რა თქმა უნდა, არის საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასები, რა ფასითაც ხდება ზოგადად იმპორტი და მისი ტრანსპორტირება ჩვენს ქვეყნამდე. და ეს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მთლიან ფასში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ და სამწუხაროდ წარმოება ძალიან უმნიშვნელო პროცენტული ოდენობით გვაქვს სასურსათო პროდუქციის და ის წარმოებაც დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე წარმოების პროცესში. ამის შემდგომ იწყება უკვე მთელი რიგი პრობლემატური დავარქვათ საკითხები და სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც მთლიანად ამ ფასწარმოქმნაში უკვე თამაშობენ დამატებით მნიშვნელოვან როლს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ალბათ არა არსებითად გადამწყვეტი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხი არის სწორედ ის საკითხი, რომელზეც კომისია მიუთითებს და ეს არის სამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის შესახებ, შესაბამის საკანონმდებლო რეგულირების საჭიროებაზე. უბრალოდ სამწუხარო ამ ყველაფერში არის მხოლოდ ერთი რამ, რომ ზუსტად ის, რისი დაიდენტიფიცირებაც კომისია მოახდინა, გამოავლინა ის პრობლემატური საკითხები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროებს რეგულირებას, ამასთან დაკავშირებით მთლიანად სექტორი, წარმოებელი და დისტრიბუცია საუბრობს წლების განმავლობაში. მათ შორის კონკურენციის სააგენტოს მიმართ ასოციაციამ 19-20 წლებში კონკურენციის სააგენტომ მოიკვლია და მაშინ 21 წელს თუ სწორად მახსოვს, გასცა რეკომენდაცია საკანონმდებლო ორგანოსთვის, რომ ეს ურთიერთობა საჭიროებდა რეგულირებას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ანუ ის, რაზეც დღეს ვსჯელობთ და რა თქმა უნდა, ეს დასკვნაში მითითებული რეკომენდაცია ცალსახად კარგ და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და იქნება ერთმნიშვნელოვნად დადებითი ზოგადად ფასთან მემართებაში.